მოგესალმებით მეგობრებო, მე მიშო ვარ, თქვენ უყურებთ ჩემი YouTube არხს და დღეს სტუმრად გვეყოლება BMW G20 2019 წლიანი. განვიხილოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიზუალურად დიდი ნახტომია წინ, ბევრი რამეა დახვეწილი. ერთი შეხედვით არ ამცოდნე რომ შეხედო, შეიძლება მეხუთე სერიაშიც აერიოს, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ ისეთი ტიპია რა, გადიდებულია სიგანეშიც, სიგრძეშიც. სხვათა შორის ზომები რო ჩავწერე, ძველი E34 მეხუთე სერიის ზომებთან არის ძალიან ახლოს. მაგრამ მე ვიზუალურად თვალით რასაც ვაკვირდები, ჩემი აზრით ოდნავ დიდიც არის, მაგრამ ციფრები გვეუბნება, რომ ოდნავ არის სხვაობა სულ. ცხაურა უბრალოდ ვიზუალისთვის გვაქვს, ეს ფუნქცია აღარ აქვს ამ ცხაურას და უკვე ქვევით გვხვდება ბამპერში რადიატორები, საიდანაც გრილდება მანქანა. კაპოტიც საკმაოდ დახვეწილი და აგრესიულია, გადავიდეთ ნელ-ნელა გვერდიდანაც განვიხილოთ. ეს კონკრეტული მანქანა ყავს 18-იან დისკებზე, M პაკეტის დისკებია, დაგვიმატეს ეგრეთ წოდებული ნიკელი გვაქვს აქვს კარებებზე, ეს ლამაზი კანტიც ადის. ეს განვიხილოთ უკანა მხარეც. ფარებით მინდა დავიწყო, წინა ვიდეო ვისაც გაქვთ ნანახი Lexus-ის, IS-ი გვაქვს გადაღებული და რატომღაც მე მივამგვანი ეს ეგრეთ წოდებული Nike-ები თითქოს მსგავსება აქვს BMW-ს და Lexus ამაში, უკანა ფარებს ვამგვანებ რატომღაც IS-ის და მესამე სერიისას. აქ გვაქვს დამატება, რომელიც საკმაოდ აგრესიულ ვიზუალს წენს. ეს უკანა მხარე არის 340-ზე გადაწყობილი და შედარებით უფრო აგრესიულია ჩვეულებრივ 330-თან შედარებით. მაყუჩებიც მინდა აღვნიშნო, რომ ეს რამხელად ჩანს რეალურად მანქანა არა, პატარა ტრუბებია გამოყვანილი, მაგრამ ეს შორიდან ლამაზად ჩანს ყოველ შემთხვევაში. ეხლა უკვე გადავმინაცვლოთ ძრავზეც ვისაუბროთ 1-2 სიტყვით და შემდეგ უკვე სიარულში განვიხილოთ ეს მანქანა. B46 ძრავი 2-0 Twin Power Turbo 4 ცილინდრიანი 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 400 ნიუტონ-მეტრს. 4 ცილინდრიანი ძრავისთვის საკმაოდ კარგი ციფრებია. გადაღებული გვყავს ჩვენ მე-4 სერია ზუსტად ამ ძრავზე, მაგრამ რაღაცეები არის, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული კომპიუტერულად, ძრავშიც რაღაც პატარა მცირეოდენი ჩარევები აუცილებლად იქნება. და რა შეგვიძლია ამ ძრავზე, რო ვთქვათ, პერფორმანსით აჩქარება თუ დაგჭირდება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ ავაჩქაროთ. შეგვიძლია რომ ავიდეთ დაახლოებით 300 ცხენამდე და 300 ცხენი უკვე 2-0 4 ცილინდრიანი ძრავისთვის ჩემი აზრით უკვე საკმაოდ კარგი ციფრები იქნება და უნდა დაანებოთ თავი. ამ ძრავის მოვლა რითიც შეგიძლიათ, უნდა ჩავასხოთ ხარისხიანი ზეთი, ხარისხიანი საწვავი, ჰაერის ფილტრი უცვალოთ დროულად და მოგემსახურებათ ეს ძრავი კარგად. რა არ გაწვალებთ, არ დაგტანჯავთ, სერვისებში არ იქნებით სარველი. რეალურად ყოველდღიური მანქანაა, მაგისთვის არის ეს გამოშვებული, ეს არ არის G80 M3, რომ რაღაც უფრო სერიოზულად ვიფიქროთ სერვისებზე. ყოველდღიური მანქანაა, რომელიც აგრესიულიცაა, სპორტული სიარულით შეუძლია, ვიზუალურად ძალიან დახვეწილია. რა ფასში შეგვიძლია ეს მანქანა შევიძინოთ, მაგაზეც ვისაუბრებთ. დანარჩენი უკვე სალონიდან განვიხილოთ. სალონი არის ძალიან მსგავსებული ამწლოვანების X5-ზე, X6-თან, მაგრამ სხვაობები რაც არის უნდა აღვნიშნოთ წინა მესამე სერიისგან, სხვა ბერკეტი გვხვდება, უფრო ლამაზი, სხვა ჯოისტიკი გვაქვს, უფრო დიდი სათავსოები გვაქვს და უფრო მეტი სათავსო გვაქვს. აი ამ სათავსოში საკმაოდ დიდი ფართია და შეგიძლიათ ტელეფონიც მოათავსო, სათვალეც მოათავსო, კაბულდერებიც გვაქვს. სპიდომეტრი უკვე ელექტრონული გვხვდება, შედარებით უკვე დიდი მონიტორი გვაქვს, უფრო მეტი ფუნქციებით, რა თქმა უნდა, მეტი რამის კონტროლი შეგვიძლია. აქ უკვე გვხვდება ეგრეთ წოდებული რუჩნიკი ელექტრო, ავტოჰოლდი გვაქვს, მოცულება, აქედან იქოქება უკვე
ჯიოცი საჭი გვაქვს შეცვლილი ეს არა იმის საჭია ხდება აი ეს მინდა გადაიღოთ ეს განათებები რაც ლამაზია და განსხვავებულია ამ შემთხვევაში გვაქვს ლუკი ამ კონკრეტულ მოდელში სავარძლებს რაც შეეხება სდომი მომწონს შეცვლილია სავარძლებიც კარგად არის შეკრული შემოკერილი კარგად გაფიქსირებს კლიმატის დაფა ისეთი გვაქვს აქედან ვაკონტროლებთ ხმას სავარძლების გათმობა გვაქვს მხოლოდ ამ შემთხვევაში სენსორითაც შეგვიძლია ტაჩით ვაკონტროლებთ ყველაფერი საკმაოდ ნორმალურად მუშაობს ტაჩი ძალიან ოდნავი დაგვიანება აქვს მაგრამ ასატანია არა კარგი წინ კონტროლი მანქანა იქნება თუ აი აქ ჩანს ბავშვმა რომ გადმოივლინოს შეუძლია რომ წინაც არ გაგაფრთხილოთ რაღაც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ეს ლეინი უკვე ზოლის კონტროლი ანუ ზოლში გადასვლისას ვიბრაცია გაქვს საჭეზე და გისწორებს საჭეს რომ არ გადახვიდე და უკვე დაფარული ხედვა აქვს მანქანა თუ ისეთი კუთხით მოდის რომ სარკეში არ ჩანს ეს უკვე უცხო არა ბევრ მანქანაშია ძახლის ნიშანს აკეთებს სარკეზეც და მანქანას გვანიშნებს რომ მანქანა ისეთ ადგილას იმყოფება რომ სარკეში არ ჩანს და გაფრთხილებას გვაძლევს მაგის შესახებ აქ წვა აღინიშნება ეხლა გაჩერებულები ვარ და დაგუქილია და 12 ლიტრის წერს ეს არის უკვე კლიმატი აქ სენსორი არ გვაქვს ხილაკებით ვაკონტროლებთ აქ უკვე ყველაფერს როგორც აუგზის სავარძლების მარტო გათმობა და გაგრძელება არ გვაქვს უკანა ფარწიც ვთქვათ ორი სიტყვა უკვე საკმაოდ დიდია ეს ავტომობილი წინა მოდელებთან შედარებით გაზრდილია ზომებში ოპერატორს რო ვკითხე როგორ იჯექი მეთქი შორს იყავი ძალიან თუ ახლოს მეთქი ნორმალურად იჯდა კარგად იჯდა და უკან საკმაოდ დიდი ადგილი მაქვს ჭერზეც რავი თავი არ მედება ნორმალურად გძნობ თავს და შორგზაზეც არ დავიღლები უკან არის ფართი ნამდვილად უკანაც გვაქვს ჩვენი კლიმატი USB-ს გვხვდება აქ სანთებელა უკანა მხარეც ნორმალური აქვს მოკლედ მესამე სერიებთან შედარებით რა ეხლა უკვე განვიხილოთ სალონი მოძრაობაში როგორ ძღავს მანქანა როგორ გრძნობს ძღოლი მანქანას მესამე სერიაა და იგრძნობა მართლში რომ მესამე სერიას ატარებ თავს არ ვქნებ ისე მანქანა დიდია არა დიდი მაგრამ იძახიან ამ მანქანებზე რომ საჭეო ისე ვეღარ მოყვებაო როგორც წინა სერიები F30 და F92 არ მიტარებია F30 მიტარებია მაგის წინი 46 მიტარებია ბატონო და ვერ საჭე არ მოყვება ეთუეთ ეს იმას თუ გავითვალისწინებთ ამორტიზატორები ყველაფერი აქვს ხარ მანქანას და ამისი ამორტიზატორები არის გაწვრილი ზოგადად ყველაფრისთვის რა მაქსიმალურად დაბალანსებული უნდა იყოს ყველანაირი საფარისთვის ხო ოფროუდზე არა მაქვს საუბარი სუნთგზებსაც უნდა უყოვდებოდეს სწორგზაზეც სპორტული დგომა უნდა ქონდეს სწორ-მასწოროზე სტაბილურად უნდა იდგეს და უნდა იქანაოს ჯერჯერობით ჩვენთან საქართველოს გზებზე რასაც ვთქვათ კარგად უჭირავს თავისი თავი საჭიც ეხა ეკოპროთი დავდივართ და საჭიც მომწონს რეაგირებს მომყევებში ისე არა მაქვს რომ აქეთ გადავდივარ და დამიგიოს რაღაცა რეაგირება მომყევა აქაც ხდება 8 სიჩქარიანი ZF კოლოფი და ჩვენი ვიდეოს თუ უყურებთ და ჩვენი ერთგული მაყურებლები ხართ გეცოდინებათ რა BMW-ების ყავს გადაღებული ყველგან აღვნიშნო რომ 8 სიჩქარიანი ZF კოლოფი აყენია რომელიც არის 8 წინ და მეცხრე უკუსლა მაგრამ მაინც ხდება რა რაღაც სხვაობები მაგალითად ეხა უფრო ჩქარია ჩემ მანქანაზე ვატყობ რომ ბევრად უფრო ჩქარ ართავს ეს სიჩქარეს თუნდაც ვიდრე ჩემი მანქანა და უფრო რეაგირებს და უფრო ისეთი გადართვები აქვს თუნდაც
სპორტული რა. რაღაცა ცხოვრებას რა თქმა უნდა შეიტანდნენ მაგ კლუბშიც, მაგრამ ნუ სახელი დაუკვდოს ზეფი, ხა პატარა ცვლილებაზეც ყველაფერზე ხო არ შეცვლიან კლუბის სახელს. კიდე რას მინდა რომ შევეხო რა, როცა გამოვიდა F30 და შემოიყარა, აი ძალიან შემოწუხებლად ბევრი ხალხი ლაპარაკობდა F30-ზე. დაღლილი ვიყავი უკვე F30-ზე ლაპარაკით და ჩემს სანაცნობოში ვინც იცოდა რომ მანქანები მიყვარდა და სულ მანქანებზე მიდიოდა ძირითადად საუბარი, სულ მეუნებოდნენ რატო არ ყიდულობდა F30 იყიდე და ანუ ჩემ გემოვნებაში იმდენად არ ჯდებოდა F30 რომ ესე მეყიდა და დავფიქრებულიყავი. ვიზუალურად რა თქმა უნდა დრო გავიდა მაგის მერე ბევრი რაღაც დაიხვეწა და მერე გამოვიდა ეს მანქანა, მაგრამ მაშინაც როცა მეუნებოდნენ F30-ზე, F30 იყო ახალი გამოსული და ეხლა ეს არის შემოვიდა ეს მანქანებიც რა, საქართველოში უკვე ბევრია. და იმას ვიძახდი რომ ეს ჩემი აზრით ბევრად უფრო დახვეწილია და მე ყოველ შემთხვევაში ეს ბევრად მირჩევნია F30-ს. ხო და ეს მანქანებიც უკვე შემოვიდა. უბრალოდ რას თავაზობს ახლა BMW? ზოგადად ყველა ვისაც BMW და განსაკუთრებით მესამე სერია უყვარს, მესამე სერია გამოირჩევა უფრო სპორტული მანევრებით, უფრო სპორტული ხასიათით, უფრო გათვლილია კიდევაც რა თქმა უნდა სპორტზე. და მაგაზე არის ბევრი სასაუბრო, ეს მანქანა რამდენად არის იმ ძველი მესამე სერიების გაგრძელება, რაც რეალურად ხალხს უყვარდა. ხო, ეხა E39-ის მოყვარულები და E34-ის თუნდაც E46-საც ბევრია და ბევრს ვიცნობ ისეთ ადამიანს, ვინც უბრალოდ განა ფულის პრობლემის გამო არ ყიდულობს ახალ მოდელებს, უბრალოდ იმ სიამოვნებას ვეღარ ანიჭებს, რაც რეალურად უყვარდათ ამ მესამე სერიებში. და მაგაზე მინდა რომ ვისაუბრო, ახლა გავივლით თქვენთან ერთად და თუ მომანიჭებს მაგ შეგრძნებას, მაინტერესებს მაგ სპორტულობის შეგრძნებას, რომ არის ის გაგრძელება და არ დაუკარგია BMW-ს ეგ ხასიათი, რაც ესე ძალიან გვიყვარდა ხო მესამე სერიებში. მაგრამ უკვე აი ეხლა რომ გავიარეთ, უკვე ვგზნობ რომ ის მანქანა აღარ არის და რეალურად არც უნდა გვიკვირდეს, იმიტომ რომ შეიძლება BMW-ს უნდოდეს რომ დატოვოს ექსპორტულობა და ეგ ხასიათი ბოლომდე, მაგრამ კონკურენტებს ვერაფერს ვერ უზავს, ხო, იხვეწებიან და შემოდის თანამედროვეობა. ის ძველი მოდელები არ იყო იმდენად უსაფრთხო, ხო? ყველამ ვიცით, რომ მოცურება მაგალითად გათიშული აქვს, ზოგს არც აქვს ჩართვა გათიშვა მოცურების და უფრო შენზე მორგებულია და უფრო მძღოლზე დამოკიდებული იყო ეგ მანქანები. და ეგ უყვართ, ხო, უმეტესობას რა. რომ შენ მართავ მანქანას და მანქანა არ გეხმარება. ბევრს ხელს უშლის ეგ, რომ მანქანა ეხმარება რაღაცაში და ეგ ბევრისთვის ხელი შემშლელია. ჩემთვისაც რაღაცები ხელი შემშლელია. აი თუნდაც არის ზოლის კონტროლი მაგრა ნერვებს მიშლის, ამღიზიანდები წარამარა მინთებს, როცა ზოლს ხედავს, ყოველთვის გიჩვენებს, რომ ზოლთან ახლოს ხარ და ჩადექი შენს ზოლში. ეს რა თქმა უნდა ითიშება, უკვე ბევრად დაიხვეწა. ჩემი აზრით E92-ის შემდეგ E92 კიდევ ის მესამე სერია მგონია და თუნდაც M3-ზე მით უმეტეს, რომელიც შეგიძლია რომ შენ გემოზე მართო და მოირგო. თუნდაც აი ხელის მუხრუჭი ვთქვათ რა. ხელის მუხრუჭი აქვს უკვე როგორც გითხარით ელექტრონულად ხილვაგზე გვაქვს. რაღაცა თან 330-ია ეს 2.0 4 ცილინდრიანი ძრავია. და ფაქტიურად ვერაფერს ვერ უზავ. რაღაცა ხო შეიძლება რომ ადგილზე აბუქსაო და რაღაცა გაერთო ხო შეიძლება კი ბატონო. მაგრამ აი ისო ძველებს ვადარებ, იმიტომ რომ ვიცი აი ეს BMW-შნიკები რას განიცდიან ახალი თაობის მანქანებზე და მით უმეტეს ახლა ჩვენ ამ შემთხვევაში ტურბინირებული ძრავი გვაქვს და ამაზე ვიძახით უკვე რომ ისეთი ვეღარ არის, მაგრამ უკვე ამის შემდეგები რაც გამოდის უკვე ჰიბრიდებია და ელექტროებია და ესეც მოგვენატრება ცოტა ხანში. ხო და მაგიტო ამას ვერ გავიქცევით
ერთადერთი რითიც შეგვიძლია გავიქცეთ, რომ დროულად შევიძინოთ ის მოდელები, რაც გვიყვარს და ჯერ კიდევ არის იყიდება ბაზარზე და ესე შევინახოთ და მოუვაროთ, რომ ყავდეს და რა ვიცი. უკვე ელექტროების ხანა რო შემოვა და აღარ იქნება უკვე შიდა წვის ძრავი. მე მაგიმედით ვარ, რომ რაღაცა ისეთი უნდა ვიყიდო, რომ არ ვიარო არა და ფარეხში შევინახო მაგას არ ვიძახი. მოუვარე და იარე რატომაც არა, იმისთვის ამ მანქანა შექმნილი, რომ იარო და ისიამოვნო. სხვა მანქანაზე რა შეიძლება რომ ვილაპარაკოთ სალონში მომწონს, იმას ვერ ვგრძნობ, როგორც გითხარით, რომ ეს სპორტულობა და ის ხასიათი აღარ იგრძნობა ამ მანქანაში, უფრო კომფორტისკენაა. აღარც მიმიბიძგებს იმისკენ BMW-ს რო აქვს აგრესიული მართვისკენ რომ მიგიბიძგებს და პროვოკატორი რო არის, მაგას ვეღარ ვგრძნობ უკვე ამ მანქანაში. რავი, აი ჩავთოთ სპორტი, ეხა კომფორტით დავდივართ. რაღაც აქ დაფაზე გამოვიდა EM-ის ლოგო. სიჩქარეები ჩამოგვიგდო. ეხა ავტოვანზე გავსწორდები და ცოტას დავაჭერ და რავი, ნახოთ ავი რა იქნება. ასამოცით წავედი ეხლა და საერთოდ ვერ ვიგძენი რომ 160-ით მივდიოდი. აღარ გაქვს ის შეგრძნება რომ გეშინია, უნდა გაშინებდეს BMW, რავი, რა ეგ ემოციები გვიყვარს ხო BMW-ში. ფასეს ვთქვათ 1-2 სიტყვა დაახლოებით ბაზარზე რაღაც ეს მანქანები საშუალოდ ალბათ 20-დან იწყება ნორმალურ მანქანაზე მაქვს საუბარი, ნორმალური დაზიანებით ჩამოსული 20-დან უნდა დავიწყოთ ამ მანქანების ფასები, ჩემი აზრით 330-ებზე მაქვს საუბარი 20-დან პლუს, რავი, გააჩნია რა პაკეტია რა ნავაროტკები გვხდება 20-დან პლუსი ამ მანქანას არ იყიდის ის ადამიანი, ვინც ესე BMW-შნიკია და BMW უნდა იმისთვის რომ რაღაცა ერთოს და რაღაცეები აკეთოს რა, ტრეკზე იაროს და ასე შემდეგ. ამ მანქანას ყიდულობს უბრალოდ BMW-ს მოყვარული, რომელსაც დიდი ალბათობით მეორე BMW ყავს, როგორც ამ მანქანის პატრონის შემთხვევაში. მეორე ყავს E46 3-დან 0, ერთ-ერთი სხვათა შორის ყველაზე ჩქარი 330 E46 ყავს. ეს მანქანა ყავს მეორე მანქანად, რომელიც არის ყოველდღიურობისთვის შექმნილი და გადაადგილდება ესე 7 და წყნარად და უწევს 8-9 litrს. ამისთვის ყიდულობ BMW-ს, თუ მარტო ამ მანქანის ყიდვა გინდა და სხვა ვთქვათ მეორე არ აკავს, ალბათ იმისთვის ყიდულობ, რომ უბრალოდ ემბლემა გიყვარს, ვიზუალურად მოგწონს ეს მანქანა და შეიძლება სიჩქარეც გაკმაყოფილებდეს, რატომაც არა, ქალაქისთვის საკმაოდ ნორმალურად დადის და ჩქარებაში არ დაიჩაგრები და თუნდაც ტრასაზე ამ გონზე შეგიძლია თამამად გახვიდე. სალონის მასალას მინდა ხაზი გაუსვა. Lexus-ი რო გადავიღე და წინა ვიდეო რო დავდე, რანაირადო და რითი ჯობიაო BMW-სო. აი რითი ჯობია, აი აქ Lexus-ში ყველგან გვხვდებოდა ტყავი რა. აქ არ გვაქვს ტყავი. მე რეალურად არ მაინტერესებს. უბრალოდ ზოგს აქვს ის მომენტი, რომ აინტერესებს და რატომაც არა იყოს ტყავი, აი რატო არა. აი რო იყოს რა ცუდი იქნება, კარგი იქნება. არ გვაქვს აქ ტყავი, არ გვხვდება. ისეთი მასალაა გამოყენებული, ხა მასალის სახელი არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ მზემ არ ამგონია რომ ის მალე გააფუჭოს. ეს ხეში გვაქვს ლამაზად. აი ესეც ცუდი მასალაა. არ არის ეს ალკანტარა, არ გეგონოთ, უბრალოდ შავი ჭერია. მაგრამ ნუ ხელით რასაც ვეხებით, ნუ ესეც იგივე მასალაა, რაც აქ ხდება, უბრალოდ უფრო რბილი. ანუ მეტი შეეძლოთ რა, ცოტა უფრო ხარისხიანი რო გაეკეთებინათ, ჩემი აზრით შეეძლოთ, თუნდაც იმიტომ რომ მესამე სერია
ეგ არ ამართლებს ამას, რომ ეს ხარისხი დაუკვირდეს. შეეძლოთ უფრო ხარისხიანი მასალების გამოყენება ამ მანქანაში. იმიტომ რომ ვიზუალურად ის იმდენად სოლიდური მანქანაცაა რა ამავდროულად, რომ სალონში ესეთი მასალა გიტყდება რა საბოლოოდ. მაჩვენებელთა დაფაზეც ორი სიტყვა ვიტყვი, არის ელექტრო, იცვლება აქედან რაღაცა ელემენტარული აქ სპორტს ჩავთავთ, რაღაცა გამოგვიხდება, ვითომ ემია, გვაშინებს ვითომ, მაგრამ ვერავის ვერ აშინებს საბოლოო ჯამში. წვას რაც შეეხება, აგერ ჩვენ როგორც დავდივართ და ჩვენ როგორც ვიარეთ, ძირითადად ჩვენ ვიარეთ ტრასაზე 11.1 ლიტრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოინდომოთ ნელა და ეკონომიურად სიარული, შეიძლება რომ ჩამოვიდეთ 9 litrამდე რა. წინა ვიდეოზე მინდა რა, რომ თქვა 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება იყო, 100 გამომწერი დაგვემატა. ძალიან მახარებს ეს ამბავი, მე ვცდილობ ყველანაირად რომ დავიხვეწო, განვითარდე, თუნდაც გადაღების მხრივ იქნება თუ ტესტ-დრაივის მხრივ უფრო დეტალურად ვცდილობ მაქსიმალურად რომ განვიხილო მანქანები და ამოწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. კომენტარებში საკმაოდ კარგი აქტიურობა იყო. შენიშვნებიც იყო, პოზიტიური კომენტარებიც იყო, რაც მახარებს და ეგრე გააგრძელეთ. რაღაც თუ არ მოგეწონებათ, აუცილებლად მითხარით და ვეცდები მაქსიმალურად რომ გამოვასწორო. დღეისათვის სულ ეს იყო ამ მანქანის განხილვა. შევაფასოთ ათბალიანი სისტემით ეს მანქანა. ვიზუალურად ძალიან მომწონს, მართლა ვიზუალურად 10-დან 10 დაუწერდი განსაკუთრებით წინა მხარეს. უკანა მხარიც კონკრეტულად ამ მოდელის მომწონს, მაგრამ როგორც აღვნიშნე 340-ზე არის ეს მანქანა გადაწყობილი უკანა მხარე და მაგიტომ აქვს აგრესიული შედარებით, თორე ჩვეულებრივ 320-ში არ გვხვდება ესეთი აგრესიული უკანა მხარე. სალონის მასალა ძალიან არ მომეწონა. ძრავი კარგი აქვს, კარგი მონაცემები აქვს. მოკლედ საბოლოო ჯამში ამ მანქანას დაახლოებით 8.5 ქულას დაუწერდი. მადლობა ყურებისთვის და გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ თუ მოგეწონათ ვიდეო. მადლობა.